ისევ 3 დღის წავიდა ზბორებზე და მე და მელო ისევ დავრჩით სახლში მარტო. ასე რომ კიდევ ერთხელ გაატარეთ ჩვენთან ერთი დღე. ერთად ხალატონმა Facebook-ზე დამიწერა, რას წუწუნებო, ვინ არ ყოფილა ბავშვთან მარტოო და არ ვწუწუნებ. არასწორად გაიგეთ ჩემი ვიდეოს შინაარსი. მე უბრალოდ ვიზახი, რომ მარტოები ვარ და ჩვენთან ერთად გაატარეთ დღე თქო. ანუ თუ არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ უბრალოდ ასკროლოთ. ხო მელო? რა მაქვს საწუწუნო, ჩემ ფერიასთან ერთად ვარ, ხოდი? მიყვარხარ გოგო. დილიდან როგორი ლამაზი ხარ გოგო, ჰა? ხო, შინახარ ლამაზი. აი ეს ბარკლები რას ნიშნავს გოგო? აი ეს მსუქანა ქონიანი ნაკეცა ბარკლები რას ნიშნავს, ჰა? რა სახით მიყურებს? რაოდე? მოკლედ დღესაც დამხმარე არავინ მყავს, შეიძლება ჩემად მოახერხოს და ამოგვიაროს და ცოტათი დაგვეხმაროსო. თან დიდი ხანია დეიდას არ უნახავსო. და მონატრებული ყავსო. სანამ მელო თავის ბაუნსერში ასე გემრიელად ერთობოდა, გადავწყვიტე დამელაგებინა სახლი და ნეტავს სახლი ყოველთვის ასე ერთი ხელის მოსმით ლაგდებოდეს. ამასობაში ჩვენმა ბუთხუზა გოგომაც გაიღვიძა და მოვიდა დეიდაც. ნახეთ აქ შუათიც როგორ მიჩვენებს მელანია. სანამ დეიდასთან ასე ტკბილად ერთობოდა, გადავწყვიტე ბალანსის ბოლო კვება მეჭამა, რომელიც იყო მართლა ძალიან ნოყიერი და გემრიელი. შემდეგ ბარემ ტკბილადაა დეიდასთან თქვა და გადავწყვიტე ეკლესიაში წასვლამდე ოთახიც დამელაგებინა და ნახეთ როგორ ბზინავს და წკრიალებს ჩემი ოთახი. ეს რა სახით იყურება? გამაგიჟებდი და შენი გოგო. საქმე დიხარ დე? გამოგპრანჭოს დედიკო? უნდა ეზიარო პატარა, ჰა? როგორ გიყვარს ზიარება შენ, ფერიაო? და გოგრაბალი, თავსი წონებს მელანია, თავისი სილამაზი, როგორც მარცვლი ვაშლი საზამს, და გოგრაბალი. გავემზადეთ მე და ჩემი ფერია და მივდივართ ეკლესიაში. ხოდი უნდა ეზიარო ფერიაო? მოვედით ჩვენს ტაძარში, კუკიის ღვთისმშობლის შობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის 38 ნომერში. ნელ-ნელა ჩვენს ულამაზეს ტაძარს ახალი მრევლი ემატება, რაც ძალიან მახარებს. დავდექით საზიარებლად მე და ჩემი პრინცესაც და უბრალოდ შეხედეთ, როგორ უღებს პირს და ელოდება, როდის აზიარებს ბაბუა. ძალიან უყვარს მელანიას ზიარება. ზიარების შემდეგ ყოველთვის უფრო მშვიდი და ბედნიერი ხდება ხოლმე. ვეზიარე მეც. მანქანაში წასვლისას მელოს ჩაეძინა და ასე გემრიელად დაიძინა უკვე სახლში. ამ ვიდეოს მეორე დღეს დავდებ, ამიტომ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ.